მოგესალმებით ყველას დაბრუნდის მაფია 2-ით, ვამთამაშებ უკვე რა პრინციპში ისევ ჯოუს თავგადასავალს და წინაზე არ მივაქციე უბრალოდ, მაგრამ როგორ შეცვლილა ესე ჯოუ. ესე იგი, რა შეიძლება ეხა ამ მომენტს და ანუ ამ ზოგადად DLC-ს. არ ვიცი რატო, ანუ ცოტა უცნაური DLC-ები აქვს რა ამ თამაშს. ერთი ისაა, რომ ჯიმის რა შეიძლება, ეგენი რაღაცა არკადული სტილის არის, მოდი ამათ გადავუაროთ ბარემ, რატომაც არა. ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული იმ DLC-ებში არაფერი არა ისეთი, რა პროსტა ერთობი, დადიხარ აკეთიკეთ, ხარს ხოცავ და ისტორიასთან კავშირი თითქმის არ არის საერთოდ. მე უფრო ვამჯობინებდი სხვათა შორის, რომ ყოფილიყო აქ ჰენრის DLC, ანუ დამატებითი კონტენტი ჰენრიზე, იმიტომ რომ როგორც პოლიციელი, ჩემი აზრით ძალიან მაგარი იქნებოდა და კიდე ძალიან საინტერესო იქნებოდა ჰენრის ნახვა სამსახურში, თუ როგორ არის არ პოლიციაში, რაზე მუშაობს, როგორ მივიდა იქ და მე კიდე მაფიას როგორ შეუერთდა საერთოდ, იმიტომ რომ რა ვიცი, ისეთი პერსონაჟი იყო ეგ რომ მომეწონა, მაგრამ შეიძლება იმიტომ არ გააკეთეს მაგაზე დამატებითი კონტენტი, რომ ვიმე ჰენრი ხო დაჭრეს მერე და ძალიან დიდი ხანი არ გამოჩენილა რაღაცა მეგონი 6 თავი თუ 6 ეპიზოდი არ მეტი კიდე ჰენრი არ ყოლია და მერე კიდე ხო მოკლეს რა და მოკლედ ალბათ აზრი არ ექნებოდა ჰენrize რო გააკეთებინათ ეგეთი დამატებითი კონტენტი, მაგრამ პატარა რო ყოფილიყო რაღაცაზე 1 საათიანი ან საათნახევრიანი მაინც მე მგონი საინტერესო იქნებოდა. ამასაც შეეხება Google-ში რო დავწერე, მითხრა რომ 6 საათი გრძელდებაო, მაგრამ YouTube-ში დავწერე ეგეთი რაღაცა full game of Joe's Adventure, ანუ მთლიანი თამაში Joe's თავგადასავლისა. და რავი, 9 საათში დაამთავრეს იმგენმა და 6 საათი რა დამიწერა არ ვიცი. ალბათ 6 საათი დამიწერა მხოლოდ იმიტომ რომ აი თუ დააკვირდებით. მაპზე არ არის ანაჩვენები? მაპზე უნდა იყოს რაღაცა ნიშნებივით და იქ რომ მიხვალ პატარა მისიებივით არის ეგენი. და ალბათ 9 საათი მთლიანი ისტორია არის ამისი და წინა ვიდეო 9 საათიანი იყო, აი ერთი თავი უკვე მორჩა. და აბა, ეხლა მივიდივართ მე მგონი უკვე მეორე თავზე. კიდე ხო არ არის ეგეთები სადმე? ხო, ერთი არის, მოიცა ადამიანს არ ჩადის. აი, ერთი კიდე აგერ არის, მეორე აგერ არის და მე მგონი ეს ორი იქნებოდა მერე ვსო. ესე იგი, აქ ეხლა ლაპარაკი არის თუ არ ვწდები და თუ რაღაც არ მეშლება მანქანებზე და მანქანებით ფული უნდა ვიშოვოთ ძალიან ბევრი, რომ მერე ერთმანეთს გავნაწილოთ. და პლუს კიდე უნდა გავაკეთოთ ეხლა ის, რომ მანქანების ბიზნესში ყავს ჩვენ მოწინააღმდეგეები რა, ვინც შეიძლება ჩვენზე მეტი ფული იშოვოს ან competition-ი რა, ქართულად არ ვიცი ხა როგორ შეიძლება ეგრე იყოს, ანუ ორი მხარე არის, ვინც შეჯიბრი რა. ეჯიბრებენ ერთმანეთს, ხო და ჩვენ ერთი მხარე ვართ, ისინი მეორე მხარე არიან, ხო და მეორე მხარე უნდა მოვიშოროთ ეხლა რომ შეჯიბრის შეჯიბრი არ უქონდეს ისე რო ვთქვათ. ხო და მივალთ ეხლა მანდ და ნახავთ თუ რა ხდება. ეს არის უკვე მეორე თავი და როგორც ვიცი 3 თავი აქვს ამას. მაგრამ ისტორიასთან არ ვიცი ხა შეიძლება მეშლებოდეს მე და თქვენ უფრო უკეთესად იცოდეთ, მაგრამ ისტორიასთან მე მგონი არანაირ კავშირში არ არის ეს. თავიდან იყო, მაგრამ ეხლა არ ვიცი ეხლა რა კავშირში არის ეს ისტორიასთან აზრზე არა ვარ. ან რომელი მომენტი არის ეს საერთოდ. იმიტომ რომ 5 წლის მერეო და როგორც ვიცი მე ჯო ვიდეო ციხეში იყო რაღაცა 2-3 წელი. და ეგ იმას ნიშნავს, რომ ეხლა ვიდეო წესით გამოსული უნდა იყოს და მე მარტო კი არ უნდა ვაკეთებდი ამ ყველაფერს, უნდა ვაკეთებდი ამ რაღაცეებს ვიდეოსთან ერთად. მაგრამ ვაკეთებ ცალკე, რაც კიდე პლუს უცნაური არის. თუ გადავხდები აბა. უი. ოპა. თან მანქანას არაფერი არ მოსვლია და კიდე უფრო გასაკვირი არის. ესე იგი, შევარდეთ ეხლა გადავუაროთ ამათ. ნახოთ თუ შევძლებ გადავლას. 1 2 გადმოდი. ეს 1 მე მგონი იარაღით რომ მოვკალი უფრო მეტი ქულა მომცა. არ ვიცი ეს ამას ხელი არ ქონდაზე ხან? ანუ ქულები არ ვიცი პრინციპში რისთვის მჭირდება და რაღაცა მაღაზიასავი თუ არის აქ არც ეგ არ ვიცი რომ დაუშვათ ქულებს გამოვიყენებ იმისათვის რომ დასაცმელი იყიდო ან რაღაცა ეგეთი, მაგრამ მაინც. კაი, დაწვიო ესენიო და როგორ უნდა დავუწოთ ახლა ესენი? ალბათ ამ გვენს დახმარებით. ხო, ეგ არის, ხო. ერთი დარჩა და ეგ არის. წავით ახლა აქედან უცებ, სანამ პოლიცია მოვიდეს, სანამ კიდე სხვაებიც მოვიდნენ. ვიდეო კიდე დღეს მე მგონი არც დიდი იქნებოდა, თუ მომიწია უცებ გასვლა რაღაც მსგავსი ისე რომ ვერ დაგემშვიდობეთ. აუ რა მაგრა შევედი, ხო არ გადავალ.
ეგეც კიდე იმიტომ რომ მომიწია რომ გავსულიყავი, ანუ რეალურ ცხოვრებაში და რა თამაში. ხო და ეგ მაინც იცოდეთ რომ აი თუ არ დაგემშვიდობეთ იყო ეგ პრობლემა. რაც შეეხება კიდე მე ვახსენ ეგეთი რაღაცა რომ მეთქი ანუ მე თუ არ მომეწონა რა თამაში მართლა მაგარი არის, პროსტა შედარებით პირველთან მე უფრო პირველი მომწონს, თორე ესეც კარგი არის რა თქმა უნდა. და ნუ ცუდად არ მიგულისხმია. რა უნდა ამას კაცო? ესენი ვერ არიან დალაგებული. ხო, ერთ სიტყვით, ცუდად არ მიგულისხმია ის, რომ მე არ მომწონს თქვენ ეს თამაში თქვენ რაღაცა მსგავსი, უბრალოდ საქმე ისაა, რომ Steam-ზე უყურებ ხოლმე. ესეც მორჩა ესე მალე? ვა. თამაშის განხილვებს რა, ანუ იქ წერენ ხოლმე რევიუების სახით, ვის მოეწონა თამაში, ვის არ მოეწონა თამაში, ვის როგორი გამოცდილება ჰქონდა და მსგავსი რაღაცები და როცა ვნახულობდი რა მაგ Steam-ის რევიუებს, ანუ განხილვებს, სულ ეწერა იქ ეგეთი რაღაცეები, რომ ესე იგი თუ შენ Mafia 2 არ მოგწონს, მაშინ გემოვნება არ გაქვს თამაშებშიო, Mafia 2 ყველაზე მაგარი არისო და მოკლედ ეგეთი რაღაცეები ეწერა რა, ეს რატო კეთებს გზას ესე? ხო და მაქედან გამომდინარე ცოტა ანუ მოთამაშეებისთვის რა, ცოტა აზრი შემეცვალა. იმიტომ რომ პირველ Mafia-ს მე მგონი ეგეთი მოთამაშეები იმდენად არ აყავს, რომ იძახიან თქვენ არ გულისხმობთ, ახლა მე ვგულისხმობ, აი ვინც Steam-ზე არიან უცხოელები და ვინც ეგეთ რაღაცებს იძახის, რომ ესე იგი თუ Mafia 2 არ მოგეწონა იმაზე უფრო მეტად ვიდრე Mafia 1, ვითომ კლოუნი ვარ და თამაში არ ვიცი და რაღაც ეგეთები. ეს ის ბავშვი არის რომ მოკლეს, ესე იგი ვიღაცა მოკლა, მე მგონი შემთხვევით ეგრე იძახის, რომ შემთხვევით მოკალიო და პოლიცია უმეძებს ვეხავ და შენი დახმარება მჭირდებაო. ბიჭო რა გამიწყალა ამ პოლიციამ გული, ესე იგი რა არის? ხო და მანქანაში ჩავტენეო, ხო ტვინი წაიღეს ამოთმა. მანქანაში ჩავტენეო მაგის ხეულიო და დამეხმარეო რა შენ სანამ პოლიცია იპოვისო და გამოშეგნო ციხეშიო. ხო და ეხლა უნდა დავეხმარო ჩვენ მაგას. მე მგონი ისინი უფრო აი საიდ მისიები ვითა რა, ანუ გვერდითი რაღაცა მისიები, რომელიც იმდენ მნიშვნელოვანი არ არის და მე მგონი ესეც მალე დამთავრდება ეხლა. პროსტა ეს პოლიცია ვერ მოვიშორი, ანუ გამანებით ხალხო თავი. ეხლა აქაც გამომეკიდებიან მე მგონი. ამ მანქანაში არის? კაი. მე აქ არის, დაკეტე ეს. ბიჭო, ეხლა დაინახავენ მიცვალებული რო არის მანქანაში. ანუ როგორ გაიხსნა საერთოდ? არ ვიცი. ხო და ნუ რასაც გეუბნებოდით, ანუ უბრალოდ ცოტა რავი, გული დამწყდასავით და მაგიტო შეიძლება ტონი მქონდა ალბათ სხვანაირი, თორემ ცუდად მართლა არ მიგულისხმია ის, რომ მოგელ დავკიდოთ რა ეგ. არ გვინდა ეხლა სულ მაგაზე ლაპარაკი, ანუ ყველა ვიდეო ხო არ იქნება იმის განხილვა, რომელი უფრო ჯობია. მე მესამეზე რო გადავალ თუ იქნება ეგ დრო და თუ მივედი მაგამდე, მე შეგვიძლია რომ უკვე განვიხილოთ პირველი, მეორე და მესამე. ალბათ საინტერესო იქნება ეგეც, არ ვიცი. ეხლა მე მგონი იმ ბავშვის ნაცვლად ჩვენ უნდა დავმარხოთ ეს გვამი, მაგრამ თავარი მისიები რომელი არის აქ? ესენი ანუ გვერდითი რაღაცა მისიები არის, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. და გამონები ადამიანო თავი ამგერმა ხოტვინი წაიღეს, თან ნახე ისე არის დამტრეული, რომ მოდი კაპოტი დაუძახოთ. კაპოტი ეფარება წინ ფარებზე. და მუსიკები მაინტერესებს აქ, ანუ როგორი მუსიკები არის რა მანქანაში, მაგრამ არ მინდა რომ კოპირაიტი დამოიდოს და მე თუ ვიდეო დაიბლოკა, ვერც თქვენ ნახავ და ვერც მე ვნახავ და ეგრეთ თლად კიდე არ მინდა რომ გავრისკო. ეს ქულები კიდე როგორ შენს მომაკლდა, მაგრამ მივხვდი მე მგონი ქულები ანუ რისთვისაც იყო. მე მგონი რაც უფრო მეტი ქულა გექნება, ესე იგი უფრო უკეთესი შედეგი დახურავ ამადა იმ თავს ალბათ. მე მგონი ეგრე არის. ეხლა ალბათ მივდივართ მანქანებისადაც აი იტყლიჟებასავით თუ რაც ქვია მაგას მაგალითზე რომ შევაგდოთ ეს უკვე გვამიანი მანქანა და გაისრისება, გაქრება და შესაბამისად ის ბავშვი კიდე გადარჩება და ანუ არ ექნება პრობლემა არავისთან, ნუ პოლიციასთან განსაკუთრებით. მაგრამ პრინციპში ვინ გაიგებდა ისედაც ეხლა რავი გვამი რო აქვს ამას მანქანაში, თან კიდე რაღაცა ტაქსი ჩააგდო. всё, მომშორდნენ, მაგრამ ეს კიდე ნახე რა ცოტა დამაკლა გადავირეოდი ახლა რო გავამკიდებოდა ისევ. იმ ბავშვმა ანუ მანქანის საბარგული არ დაკეტა მაინც ეს რა არის. დაახტი საკეთიკეთ ყველამ დაინახა რომ მიცვალებული მიმყავს რაღაცა. ხო აი ხო თქვი, ახლა შევიყვანოთ ახლა ეს. მაგრამ აქედან თი წავიდე, ეგ არ ვიცი, იმედია მანქანა არის აქ სადმე.
ესე იგი ჯოუც ნუ პრინციპში ვიტოსავით არის რა, მეგონა რომ ცოტა უფრო სერიოზულ რაღაცებს გააკეთებდა ჯოუ და თან კიდე ტაიმერი არის ყველა მისიაზე. ეგეც კიდე იმას ნიშნავს რომ ანუ ეს ჯოუს მისიები და ჯოუს თავგადასავალი იმდენად საინტერესო ვერ არის რა, მოდის იმალე შევხედოს ახლა თვალებში. დიდად საინტერესო არ არის, პროსტა არკადული სტილი აქვს რა. ეს იმედია სახლში გამოჩენს. ნუ ბეზე დაიხურა ეს რაც არ ავშვს. აბა. ეს კაია რომ მანქანა მიჩნდება აქვე. თან სწრაფად გადავადგილდები ამით. დაიწყე შემდეგი მისია. რომელი მისია გვინდა ახლა ჩვენ? ან რომელია მთავარი მისია, ანუ ეგ მაინც რო ვიცოდე. ქვემოთ ვერ ჩამოვდივარ მე მგონი. ესე იგი ეს რა არის? ეს ვითომ მთავარი მისია არის? 1 2 3 4 მისია არის, ოღონ ნუ side მისიები რა მნიშვნელოვანი რომელიც არის და შეიძლება ეს იყოს მნიშვნელოვანი მისია აი აქ და მოდი მან მივიდეთ და მან რომ მივალ მაგას ალბათ გავაკეთებ და მე დავამთავრებ ვიდეოს. სიმართლე გითხრათ ხა ხმას არ ვიღებდი და შეიძლება ეს მომენტიც კიდე ჩავაგვახო ვიდეოში, მაგრამ ძალიან ლამაზი არის რა. ვერაფერ. ვაიმე. ანუ წესი და ქარ უნდა ვიყო ხა ქვემოთ უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ გზა ძალიან დაინტოა მანქანა, მაგრამ არ ავშვის მაინც ლამაზი არის. ქვემოთ უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ გზა ამერია და ეხა ძალიან გავცდი მაგაზეს, მაგრამ ეგ არაფერი. ან ისე ხوار გავაკეთო, ბარემ ეს მისია თქვა, იმიტომ რომ აქ ნუ მალე მივალ რა მანდ და ხوار გამაკეთებინათ თქო მაგას ვფიქრობ. ერთი მინუსი კიდე რაც დაუნიშნავ ანუ ამ თამაშთან არა ამ მისიასთან დაკავშირებით ანუ ეს ვითომ საიდ მისიები რაც არის და ამ ჯოუს თავგადასავალი არის ის რომ საუბარი არ არის რა. ესენი ვინ არიან? ჩაჯექი შიგნით და გამანები თავი. ანუ რაღაც ტექსტი წერია და ეგ ტექსტი უნდა წაიკითხო და ეგრე უნდა გააკეთო ყველაფერი. იმის მაგივრად რომ თუნდაც აი ის ბავშვი მოსულიყო ან მე მოსულიყავ იმ ბავშვთან დავლაპარაკებოდი როგორც ანუ პირდაპირ და ეგრე გამეგო ის თუ რა უნდა და მაგ ბავშვს ან რა მოვიდა მაგ ბავშვს ანუ ემოციური რაღაცა მსგავსი ემოციური ფაქტორები დიდად ვერ არ თამაშობს აი ამ მისიებში და ეგ ცოტა ერთი კიდე მინუსი არის, მაგრამ საბოლოოდ ნახოთ რა იქნება. ეხლა ვერ შეგვიდებით მე იმას რომ აქ ყველა პატარა მისიას გავივლი, ანუ გულისხმობ აი ამ პატარა რაღაცა მისიებს, რომლებიც მთელ მაპზე არის. მაგრამ თავარი მისიები რაც არის, იმას გავივლი რა თქმა უნდა. თუ ავშტები ეგ თავარი მისიები კიდე არის ისეთები, რომელსაც აი ვარსკვლავი ახატია, მაგრამ ეხლა რომ ამას შევასრულებ, მერე გავიგებთ მაგას, ესენი თავარი მისიებია თუ არა. აი, სად არის? ეხლა არ მითხრა რომ ეს ის მისია, რომელიც უკვე შევასრულე და თავიდან უნდა გავაკეთო. ხო, იგივე მისია, უბრალოდ აი თავიდან ვაკეთებ ხა ამას და ეგ ესე იგი სულტყურად მოვედი რა აქ. აი, არა უშვის. ან მომიწევს რომ მაინც ის მისიები გავაკეთო იქით. გაიწი ხა იქით, ისედაც ძებნილი ვარ და კიდია, მაინც ამ დაგეტაკებით. აი, მოდი ამასთან წავიდეთ. და ეგ იქნება უკვე ბოლო. არა და რაღაც ვარსკვლავი ახატია, მეგონა რომ რა, ანუ ეგ იქნებოდა მთავარი მისია. მაგრამ არა უშვის. აი, ერთი რაღაცა რაც მაინტერესებს, აი სულ ძებნილი რატო ვარ? ფაქტიურად სადაც გავიარე პოლიციასთან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ჩამომშორდა, მაინც ძებნილი ვარ და რატო? დავიჯერო მანქანის გამო არის ეგრე, რომ ნომერი იციან და უნდა შევცვალო ნომერი თუ ან რა ხდება. ჯოუ წესით ვერ უნდა იცნოს ვერავინ, იმიტომ რომ 5 წელი წასული იყო და ეხლა ისეთი შეცვლილი არის, რომ მე ძლივს ვიცანი და არ ვიცი საიდან გებულობენ იმას, რომ მე ვარ. ხო და რა, მანქანა შევცვლი ეხლა და როცა შევცვლი, ოღონდ ეს მისია გავაკეთო და მე ვნახოთ თუ კიდე მიცნობენ. კაი. აბა. ეს დავიჯერო იმ ტიპთან უნდა იმ ტიპის მისია არის? კარგი, ესე იგი ეხლა უნდა ანუ მანქანების ბიზნესიო რა, კარგად იხდისო ფულსო, ხო და ეხლა უნდა წავიდეთ, მოვიყვანოთ ჩვენ მანქანა აქეთ, მაგრამ ისე მოვიყვანე ეგ მანქანაო, რომ არანაირი ნაკაწრი არ ქონდესო და ეხლა თუ ვიმშელებთ იმითი, რომ ჩემი მანქანა ძალიან კარგ მდგომარეობაში არის, ხო და რა ვიცი, ალბათ 10 კილომეტრი გავიარე ამ მანქანიდან უფრო ნაკლები და არაფერი არ ეთყობა მაგის, მაგრამ იმედია რომ მაგ მანქანასაც კიდე მოვიყვან აქ ისე რომ ერთი ნაკაწრიც არ ექნება, თორე თუ დააზიანებ, დრიფტს მეწერება ქულები, კაია.
ხო, თუ დააზიანებო, ანუ პატარა ნაგაზი თუ ექნებაო, ესე იგი ფულს ვერ მიიღებო და დაივიწყო ყველაფერიო რა. ანუ ეგ კომპიუტერი როგორ ჭედავს ხოთაშორის, რა ვიცი. მინდა რომ გავწმინდო და პლუს კიდე მინდა რომ Windows-იც გადავაყენო, მაგრამ ისე არ მინდა რომ გავაკეთო, რომ Windows-ი გადავაყენო, მერე save-ები არ შეინახოს, ანუ რაც ვითამაშე, თავიდან დამოწყებიოს ყველაფერმა. ხო და ჯერ ამას მოვრჩები, მერე გამოცდებს მოვილებ კიდე, რომელიც უკვე 9-დან დაიწყება, მაგრამ მანამდე კიდე რაღაც სამეცნიეროები მაქვს, პლუს კიდე დოკუმენტები და რაღაცეები მაქვს ამ კომპიუტერში და როგორ დავაყენო Windows-ი, ყველაფერი წაიშლება და ეხლა მაგათი ჩიპზე გადატანა, მერე გადმოტანა, მერე ის და მერე ეს კიდე თალკე დიდი თემა არის და ეგეც კიდე მეზარება. ხო და მოვჩები ჯერ ამას, გამოცდებსაც და მერე უკვე მივხედავ ყველაფერს. ნუ რაც შეეხება რა თქმა უნდა Windows-ი გადაყენებას. ესე იგი, რაც შეეხება კიდე მანქანას. მანქანა არის ლიმო ეწერა და არ ვიცი ლიმოთი გულისხმობენ იმას რომ ლიმუზინი არის თუ რომელიღაც მანქანის ფირმა არის რომელიც ამ თამაში არის გაკეთებული და ლიმო და არ ქვის, მაგრამ თუ ლიმუზინი არის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მე არ მინახავს აქ. როგორც იქნა მოვედი და ეს ადგილი თუ არ ვცდები არის ის, სადაც ვიტო ცხოვრობდა. თუ არ ვცდები რა მგონი ეგ არის. აი, ხალხი გველოდება აგერ ბოდიშით, ცოტა უიმე. მეთქი ჩემიანები არიან თქო რაღაც ეგეთი მსგავსი თუ და ანუ მანქანას გავმატნებენ თქო რა. აუ ეხა ეს დამაწყებიებს რაღაც სულ ბოლოდან ხო? აუ მეღა დავება ეს არა და ძლივს მივედი იქ რამდენივე არის პროსტა. კაი ხა. დაკეტო და გაღება შემიძლია ამის თურმე არ ვიცოდი. ნუ ძალიან ბევრი დრო დაეკარგება ეხა იქ მისვლამდე და რა ვიცი თუ კიდე გეუბნებით უცებ მომიწია გასვლა და ვერ მოვჩი მისია ეგ არაფერი მომდენოზე გავაკეთებ ამ მისიასაც. ნუ მოვედი მეორეჯერ, მაგრამ კარგად ავიწყოთ ან უკვე დავედაკე ეგრევე მაგას. ესე იგი რა უნდა ვქნე ხა არ ვიცი. მოდი ვიზა მისე რომ გაიწი ადამიანო. ესე იგი დავაყენებ აგერ ვითომ მე მეზობელი ვარ ამოთი, მერე ჩუმად მივეპარები, ანუ ჩუმად ვერ მივეპარები ისე პრინციპში ამის. ლიმუზინია ხო რა ძველებული. ხო და ჯობია რომ მოვკლათ. უი რა ხეჭოთ. ეგარ ვისო. იმედია მედი არ გაჩნდება ხა თორე მომკლავენ ესენი და მე კიდე იმ ხელა გზის გავლას არ ვაპირებ ნამდვილად. პოლიცია გადი რა ეხა სროლა არ დამიწყოთ. აუ დამიჭერენ ეხა. ფული მივცეთ მიეცი $300 და გავიგდენ იქნება. All right. Now get out of here before I change my mind. ვაახ. ესე იგი $300 მივეცით და წადიო რა, ნუ თუ არ გეყო $300-იო ჯომუს რა პოლიციის მაშინ უფრო მეც გამოგეგზავნი მერეო. ანუ ვითომ 300 მაქვს რა ეხაო. და პოლიციამ გითხრა რომ წადი ეხა აქედანო. ვაგინდა ხო მითხარი წადიო. აახ ესენი ვინ არიან? აი მოდი კიდე მივიცეთ ფული. ეხა 150 უნდა მივიცეთ კაი ჯანდაბოს. ესე იგი სანამ მიდიან უკან მანამდე გავტეხოთ როგორმე. Thanks for the contribution to my retirement fund. მადლობა რომ ჩემი ესე იგი პენსიაზე გავლის ფული მომიმატეო რა. კაი სანამ ამათმა ზურგი შემოგციეს მე დროს ვიხელთებ და ეს რა სისტემა არის? ეს კორუფცია არის ბოლო დონის. არ მოსროლო ოღონ არ მოსროლო. კიდე მოგცემ ფულს. არ დამეტაკო. აუ შენი კაი რა. არადა ეს მანქანა უნდა მივიყვანა სუფთად იქ, თორე ფულს აღარ მომცემენ ხა. ნუ მისია თუ ჩამოეთვალა, მაინც ფული არ მჭირდება დიდად. თავარია რომ ეგ ჩაიტოლოს მისია. თორე პრინციპში მივალ მაშინ იქ რა ქვია მაღაზია, აუ ეს გზას მიგედავს ვაფშე. მაღაზიაში რა რომ გავაკეთო, ეხლა რა დაждდება მის გაკეთება მაქსიმუმ. უიმე, აი ეხლა ძვირი დაждდება. პროსტა ვერ მოვიშორე ეს პოლიციელები, ეხლა $500 დავახარჯე უკვე დაჟე მეტი. და კიდე ამშორდებიან. ვაიმე. რომ აუ გადი რა, აი მენა მანქანა დამილეძეს, არა და გეგმავდი რომ მეთქი თან გზაცამერია.
ბიჭო, რას მორბის? არ დამეტაკო. აუ. დავხოცო ეხა ყველა გადავიდე და აი ეს რა ლამაზი სახლია ესე და მანქანაც როგორ უხდება სახლს. აი ჯანდაბოს მოდი ვნახოთ ეხა ჩვენ აქ მაღაზია სადაც მანქანას აკეთებენ. ერთი ეს არის და მანდ მივიდეთ. თუ ეხა ფული რამდენი გვაქვს? ესე იგი გვაქვს ჩვენ $1700. წესით გვეყოფა. მაგრამ მგონი ეხა რაღაც ძალიან ძვირი დაჯდეს ამის გაკეთება და მე კიდე სხვა მისია კი არ მგონია რომ იყოს სადაც იგივე რაღაც გაკეთება მომიწევს. და რო უთხრა ეხა ამ ჩემს ბოს ან ვინც არის ეგ ტიპი რომ პოლიციამ დამინდვრია მანქანა თქო და მე არ დამინდრავია თქო. იმიტომ რომ ეგენი დამედაგენ ეხა მართლა. იქნება და გამიგოს და ფული მაინც მომწეს, მაგრამ ძალიან დაწილი არის და ესე მანქანა ესე რომ მივიყვანო მანქანას ერთხელია. აი სულ თავიდან რომ მივედი ხელოსანთან ვინც გამიკეთა მანქანა, ეხა მივალ დიდი ვარაუდით ისევ მაგასთან. და მე მგონი აქეთ არის. მეძვირე იყო ეგ, მაგრამ ისეთი მეძვირეც არ იყო, რომ ვერ გავიტანო თავი. მით უმეტეს ეხა ჯოუ ვარ მე და. ბიჭო, აი რატომ მოუხვიე ეხა მაკეთ? აი დებილები არიან ესენი. აჰა, ამა ეს კიდე გამედო უკანა საბურავზე და პოლიცია კიდე რა თქმა უნდა. არასდროს ხარ მიდივარ, აქეთ არ მახსოვს ეს. ესე იგი, მისიასაც მივყავდი აქეთკენ. ანუ მისიამაც, აუ, დრო არ მშევა. ეგ გასაგებია, მაგრამ დრო არ მშევა მერე. ესე იგი, change the plate არ მაინტერესებს. ეგ, $100 იყო მეტი არა? ესე იგი, აუ, დრო არ მშევა. მაგრამ იქნება მივიდე როგორმე. გადი, მალე და მერე მივხედოთ მაგას. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, თითქმის უკვე მივედით ან. ლიმუზინს რა შეეხება? აი მანქანა არის საკმაოდ. აუ ეხა არ გავამეკიდო რა. აუ მე ვაჯერ გავამეკიდო. ბიჭო, ეგეთი დებილობები აღარ გააკეთო, თორე ზოგადად იქნება ჩემი საქმე. ეხა კიდე რომ უკან წავიდე, მე დრო აღარ მეყოფა არაფრის. პოლიცია დამედაგება და გადავირევი. ეხა მე მართლა მოხოცა უკან პოლიციელებს. თამაში, რა თქმა უნდა. მაგრამ მივედი მე მგონი. დროს კარგას მეყო რა პრინციპში. ეხა A+-ზე ვერ დავხურავ ამასაც რაღაც 10 ქულაზე, მაგრამ მე მგონი მაინც მეყო. აქ უნდა დავაყენო. იმედია კიდე რაღაც არ შემეშლება ეხა. მიდი მალე. აზე დავხურე მაინც. ნუ ეგ საინტერესო არის, არ ვიცი როგორ დავხურე აზე, მაგრამ მაინც. აი, ჩვენი მანქანა აგერ მოგვიყვანეს. ხო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აი ვარსკვლავები სადაც ხატია. ესე იგი, ესენი გვაქვს უკვე დახურული. ეგ ნიშნავს იმას, რომ 1, 2 და უკვე 3 მისია გავიარეთ, არა 4 გავიარეთ. დამჭე ეხა ეს 3 მისია და ამას უკვე ალბათ გავაკეთებ მეორე ვიდეოში. კაი, მოკლედ, ეხა წავედი უკვე. იმედია რომ ეს ნაწილები მოგეწონათ რაღაცა პატარა დამატებითი მისიები ვით არის. ალბათ მთავარი მისია ამას შეიძლება არც გქონდეს, მაგრამ ნუ რაც არის რა მაინც ხალხმა მითხრა გადაიღიო და რატომაც არა. ეხლა კიდე წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.